გამარჯობა. დღეს ცოტა განსხვავებული ეპიზოდი გვაქვს. თავის მოვლის საშუალებებზე მგონი ჯერ გამკეთებია განხილვა. მოკლედ დღეს განვიხილოთ Philips-ის თმის სტაილ BHA-700-ს და BHA-520-ს. თუმცა სამ უშუალოდ რევიუს დავიწყებთ, შეგახსენებთ გამოიწეროთ Zoom-ის არხიდან არ გამოტყოთ ტექსტიაღლები. Philips-ი ცნობილი ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც ქმნის პრაქტიკულ mid-range beauty gadgets. Philips-ის ეს ორი მოდელი არ გადის luxury კატეგორიაში, თუმცა ეს gadgetები მშვენივრად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ხოდა დავიწყოთ ჩვენი review BHA-710 მოდელით. მისი სიმძლავრეა 1000 ვატი, დენის წყაროს უკავშირდება 1.8 მეტრიანი კაბელით და მოყვება ორი ფუნქციური თავი. ერთი 50 მმ-იანი მბრუნავი მრგვალი ჯაგრისი, რომელიც თმას ძენს მოცულობას და აძლევს ტალღოვან ფორმას და მეორე 30 მმ-იანი თავით ქმნით ხვეულებს. ჯაგრისის დატრიალება ორივე მიმართულებით შეგიძლიათ, შესაბამისად გიმარტივდებათ სტაილინგის პროცესი. მას აქვს 3 ტემპერატურის და 2 სიმძლავრის რეჟიმი. ასევე BHA-710-ს აქვს Care Plus რეჟიმიც, რომელიც იცავს თმას გადახურებისგან და დაწვისგან. ტურმალინის კერამიკული საფარით Phil Hairis ნაკადს თანაბრად ანაწილებს, ხოლო იონაიზერი იცავს თქვენს თმას ეგრეთ წოდებული freeze ეფექტისგან. სტაილერი მსუბუქია, რაც მნიშვნელოვანია თუ კი თქვენი თმის სიგრძიდან და სისქიდან გამომდინარე დიდი ხანი მოგიწევთ მისი გამოყენება. ჩემი ბუნებრივი თმა საკმაოდ სქელი და ხოლია, მაგრამ დასწორებულზე გატესტვისას თმა საკმაოდ მარტივად დაემორჩილა ამ gadgets. თუმცა თუ კი ბუნებრივი თმა თქვენს ჩემნარი გაქვთ, ეს gadget-ი ნაკლებად გამოგადგებათ. Philips-ის თმის სტაილერი BHA-710 კარგია მათთვის, ვისაც შედარებით თხელი თმის სტრუქტურა აქვს და იდეალურია სწორი ან ოდნავ ტალღოვანი თმისთვის. ამგვარად შეგიძლიათ თქვენს თმას მიენიჭოთ მეტი მოცულობა და მისცეთ მას სასურველი ფორმა. ეს gadget-ი გათვლილია ყოველდღიურ გამოყენებაზე. რაც შეეხება Philips-ის hair styler BHA-520-ს, მისი სიმძლავრეც 1000 ვატია და დენის წყაროს უკავშირდება 2 მეტრიანი კაბელით. წინა მოდელთან შედარებით ეს მოიაზრება მულტიფუნქციურ ვერსიად. მას აქვს 5 ფუნქციური თავი, პირველი 38 მმ-იანი თერმოჯაგრისი მსუბუქი ტალღოვანი ეფექტისთვის. აქაც გვაქვს 30 მმ-იანი თავი, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც წინა მოდელში. ასევე ეგრეთ წოდებული ვოლუმაიზერი მოცულობისთვის, ოთხკუთხედი ჯაგრისი, რომლის საშუალებით თმას იშოვებს და ასწორებს ერთბაშად და კონცენტრატორი, რომელიც ჰაერის ნაკადს აძლევს ზუსტ მიმართულებას, რაც პრაქტიკულია სტაილინგისთვის. აქ გვაქვს 3 ტემპერატურული და 2 სიმძლავრის რეჟიმი. ამ მოდელსაც აქვს Care Plus რეჟიმი, იონაიზერი და ტურმალინის კერამიკული საფარი. წინა მოდელისგან განსხვავებით, BHA-520 გთავაზობთ სტაილინგის მეტ ვარიანტს. თუმცა, აქაც ვფიქრობ, უშუალოდ ხშირი ხუჭუჭა თმის პატრონებისთვის ეს gadget-ი ნაკლებად გამოდგება. ოთხკუთხედი ჯაგრისით გასწორებისას მაინც დამჭირდა თმის უთოს ჩამოტარება სრულყოფილი ფორმის მისაცემად. თუმცა, როცა gadget-ი გასწორებულ თმაზე გავტესტე, საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი შედეგით და ვოლუმაიზერით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან კარგ დგომას აძლევს თმას. რომელი მოდელია კონკრეტულად თქვენთვის გათვლილი? ეს დამოკიდებულია თქვენი თმის სტრუქტურაზე და ასევე იმაზე, თუ კონკრეტულად რას ელოდებით ამ gadget-ისგან. BHA-710 შედარებით მარტივი და ყოველდღიურ გამოყენებაზე ორიენტირებული მოდელია, მაგრამ BHA-520 მულტიფუნქციური ვარიანტია და გათვლილია იმისთვის, ვისაც სურს მეტად იექსპერიმენტოს საკუთარ თმასთან. ნებისმიერ შემთხვევაში Philips-ი გთავაზობთ ძლავრ, ხელმისაწვდომ და თქვენი თმის დაცვაზე ორიენტირებულ სტაილერებს. არ დაგავიწყდეს, რომ ორივე მათგანი გელოდება Zoom-ში. კარგად!